აი გვერდულად მიალაგე ჩემებს. ვაიმე. ჰა? ცხელა. სამზე ჩაუწიე თუ გინდა. სამშვიდობი 7 საათია სახში მოვედი და 7-ზე მოვედი. ეხლა ცოტა აზრზე მოვალ და მე მოვალ და ვნახოთ როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ. აი მე მაგას ჩავკოცნი რა მომეცი. მომეცი რა ეს ჩემი ცხოვრება არის როგორ მიყვარს გიждებია ამ საზისღარზე უყურეთ ხალხო თეთრ ფონზე დაგანახოთ. ძალიან ფუმფულა, ძალიან ციცოცხლე. ვაიმე ძალიან აბრეჟუმის კატარი, ეს ძალიან აბრეჟუმის კატაა ხალხო. ეს და გოგო არ მეკარებოდნენ და ეხლა რა ვიშო ჩემ. შედი მიდი. ესა მარტო იერუსულის გაქვს ასწავლი? ხო, ეს ტელეფონი საწყავია. დასვი და შედი მიდი. აჰა ეს ტელეფონი ისაქენშია ერთ სანამ ამოვა. აი ეგ მომაწოდე რა. აი ისა. რა მე მომაწოდე რა დავდო. ამოიცან მიდი. ოი დედა. საღამოს ჭორაობა და საღამოს ცოტა ხნით ასე ფეჩთან ჯდომა. რანაირად ჩაიწყალო. გაიწორე მაინც სანამ შორენა გეცემა. სულ თავით. 10 საკლია ნინო, დაბლა მიდი ხა, მოდი დაბლა მიდიოდი. ჯერ კი არ იქნება მაინც. კაცუნი ამის ხმა ცოტა გახურდეს, რომ მაგავიშრო. მე რადგან არ ვიშრობ ფენით და ზამთარი მაგიტუა ჩემთვის მისწრება, რომ აქ მოდივარ ხოლმე და ესე ვიშრობ ამასთან თმას. როგორ იყო დღევანდელი დღე მოგიყვეთ? პირველ რიგში დილას კომენტარებს გადავავლე თვალი და თვალყური და დილას არა იქ რო ჩაველი პრინციპში. ვიცი გავასწორო. ვიმე, თავი გამიყინა და ერთი წამი. ვიმე რა კარგია ცხელ პირსაწმენი. იქ რო ჩავედი, გადავავლე თვალყური. მინდა არ მინდა, ეხა Wi-Fi-სთან მე შეხება მაქვს ინტერნეტთან, იმიტომ რომ სურათებს რითიც ტორც ვაკეთებ ვიგზავნის მესენჯერში და ანუ რო ვაკეთებ ხოლმე თანში გადაშიქ შევდივარ და ვნახულობ კომენტარებს რა YouTube-ზეც, Facebook-ზეც და ნუ მოკლედ იქ მთავარია საქმე არ გაფუჭდეს და დრო დაუთმო ნორმალურად თორე ხო და ანუ რო ვზივარ ხოლმე რაღაცას რო ვაკეთებ ან რაღაცას ვაწებებ რაღაც მომენტებში ვნახულობ და დილას ერთ-ერთი კერტილის მსურველი დავბლოკე რამდენიმე ხანია თვალყურს ვადევნებ და ვცდილობ რომ შენარჩუნდეს ჩემ არხზე, მაგრამ ზოგადად ძალიან რომ ჩაეძიებით ხოლმე არა რომ ჩაეძიება ადამიანი და არა იმას ამბობს რაც ან არ ეკითხება ან საერთოდ არ კითხე და გაძლევს რა ვიცი რჩევა არ არის ეგ არის რაღაცა ულამაზო შენიშვნა ხო და რამდენიმე ხანია თვალყურს ვადევნე და ბოლო მაქვს იმის უფლება რომ ბოდიში მარა დაგბლოკე ხო რაც როგორც რანაირად იყო ეს რომ ისა რაღაცა ჩაცმის სტილი ის რა ყველა ისინი არა ვართ მართლა რა ქვია ფეშენები და როგორც რა გვინდა ისე ვიცმევთ როგორც მე კომფორტულება ისე ხო და მაგ თემაზე უფლება აქვს მარტო რომ შორენამ დამტუქსოს მამა პაპურად სულ რომ მაგინოს იმას ხმას არ გავცებ იმიტომ რომ ძალიან ობიექტურია და სრული უფლება აქვს ამის ეს არის შორენა არის მაგ მხრივ ჩემი ძალიან მაგარი კრიტიკოსი და ის რომ მე არაფერს მეტყვის ესე იგი სხვასაც არ აქვს ხო ასე ხუმრობა იქ იყოს და მოკლედ ვისი სტილი მოგწონთ თუ ვისი სტილი არ მოგწონთ საერთოდ არ მაინტერესებს რა მე როგორც მე კომფორტულება და შე როგორც მოგეკომფორტულება ისე ჩაიგე ხო ეგ მოკლე შინაარსი დღევანდელი კომენტარის ავტორის დაბლოკვის ეხლა როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღევანდელი დღე იყო ძალიან რო იტყვიან 10 წლის სიცოცხლე დავტოვე იქ წლების წინ ნინო შენ სკოლაში არ დადიოდი ხო მე რომ ნინოსთან მუშაობდი არა ნინო დადიოდა ბაღში ნინო ეხა წერს დავდიოდი
ხო? ნუ 5 წლის წინ მუშაობდი მოკლედ ნინოსთან და არც ეხა ცხობა საერთოდ არ მეხება მე. მაგრამ რავი თუ დამიჯერებ თუ გემრიელეს ტორტებია ხალხნო არ ვიცი და თან პლუს ახალი ტექნიკა შემოაქვს ნინოს. ეხა თან პარალელურად სწავლობს. ხო და დღეს გააკეთა ახალი კრემი და უგემრიელესი იყო, ძალიან მაგარი, არ ვიცი, ან სასწორი მიყიდეთ ახალი ხალხნო, რომ ის გადაიწვება უეჭველი, ან რაღა, ან უნდა მაგედანაც წამოვიდეთ, თორე ეკრანში აღარ ჩავეტევი, ცოტა ხანი ჩემი ტელეფონი იყო შენ. ხო, ისაქენი რაც უდათ ისმის ხოლმე ხო. ხო და ანუ ცხობასთან ეგ უნდა ვთქვა აუცილებლად და ხშირად ვიტყვი ალბათ, რომ მე იცი რა არის, რომ რაღაცა რომ ვიღაცა რამეს გიწონებს და ჰაი და ჰუი თითქოს ის ხალხი არ ანუ იმ ტორტის უკან, იმ გემრიელობის უკან არიან გოგოების გუნდი, რომელიც არაფერს არ იშურებენ და აცხობენ უგემრიელეს ტორტებს. მე ცხობასთან ახლოსაც არა ვარ. ეხლა მასწავლის დაკრემის პროცესს. არც დამიკრემია. ერთი-ორჯერ დავადე რაღაცა წეღად. ხო, დაკრემა ნინო და მე იქ მიდიოდა სადაც კურსებს გადის მეთქი რომ ვთქვი. ხო და რო იტყვიან ეს ამდენ ადრე რომ მუშაობდი, აი ნინო პირველი კლასში რო იყო 4-5 წლის წინ მოკლედ. ამ ფიგურებს რო გავაკეთებდი სულ ყველაფერს და ესე პასტავკას ვეძახით რა ის ტორტის გადაკრული ქაღალდები როა და იმაზე რომ დავალაგებდი ხოლმე და რაღაცა ტორტის მორთვას რო ნინო დაიწყე და გამოუტანდი, დავუდებდი და ნინო აკეთებდა მაგას რა. ძალიან იშვიათად რომ აი ან რო ვერასწრებდა რაღაცა რომ მეც ტორტზე მემუშავა, ანუ ტორტთან მემუშავა, ძალიან იშვიათად აი წერტილს რო დაუსვავ ეგეთი რამე მიქნია, იმიტომ რომ მე ეგეთი წინაზეც ავთქვი მე მგონი წინა ვიდეოში პასუხისგებლობა რო შემიძლია რომ ავიცილებ და არ ავიღებ იმ პასუხისგებლობას რაც ძალიან მანერვიულებს ხოლმე და რაც რა ვიცი რო შეიძლება რომ გამოძრე მაგიედან და პასუხისგებლობა ყოველთვის გამოძრებ. ანუ არ ვარ რისკიანი რა. ჩემი კომფორტის ზონაში მიყვარს ყოფნა. ისიც კარგია რომ რისკავ, ვინც არ რისკავს ხო იცით რაღაცეებში არ უმართლებს და ეგრეც არის. ეხლა თუ ткაცუნის ხმა გესმის ამისე ოდნავ ჩაუწე გამომეწო ყველაფერი. ეს გადმოწევეს რა ცოტას. თორე დაბლა უნდა ჩავიდე საერთოდ გამოვიტობ ახლა გავუფინო. ხო და მოკლედ დღეს აი ესე უცბად ფიგურებით რო გავაკეთე და ყველაფერი გუშინ გავაკეთე ისინი? ხო, ამორტიზატორები გუშინ გავაკეთე. მოკლედ დღეს მორთე 5 ტორტი. 5? 4. მოკლედ. ოღონდ აი ესე ტორტი დამიტოვა, გოგოების გამომცხვარი და აწყობილი და ნინომ დაკრემა და გასწორა და კაი მლესავივით. აი მე რო ეს მიჭირავ, ესე და ბარბარეს რო რაღაცას ხატავს ხოლმე, სულ იმას ვეუბნები რომ ფანქრით რო რაღაცას მერე წაშლის, სულ იმას ვეუბნები რომ თავისუფლად მოусვი ხელი რა, ანუ ეგე ადვილიც არის წასაშლელა და თან თავისუფლად რო აკეთებ, უფრო მაგარი გამოგდის. ზუსტად იგივეა ტორტის სიტუაციაში, როდესაც კრემავ და ხელში გიჭირავ ეს დასაკრემი ხმალივით რაღაცა დანასავით რა. ანუ მე ის როგორ მაგ ესე და ხანსა წავყავი, ნინომ კიდე დაადო, ესე დაატრიალა და მზად იყო, ანუ ზუსტად ეგ სიტუაცია, მე რო ბარბარეს ვეუბნები, იმას მეუბნევ და ნინო მეც. მაგრამ, ნუ პრაქტიკა რა. ნუ მოკლედ მაინც ნინომ დაკრემა და ესე წავიდა კურსებზე და დამიტოვა მოსართავად გული მიცემს, ისე მიცემს. ვაი, თან ვფიქრობ, ჯანი დაგეწოს. ნინო, აი, ჩემი 10 წლის სიცოცხლის დამთავრებისთვის აქა, ეხლა ვფიქრობ, ვიღაცა მოვიდეს და ამ ტორტით ავცემოს, ხო ვარ ღირსი. თან ვაწყობ. თან ვიცი, თან რო, ნუ კაი დრო გავატარეთ რა თქმა უნდა, კარგად ვიხუხუნეთ, კარგად ჩვენივრად თან საქმეს ვაკეთებდით და როგორც იქნა, იცი როგორ იყო ბოლო ტორტი, იცი როგორ წაიღეს? აი სადღაც 5 წუთი არც კი ეკლდა უკვე ნათლობის ის უნდა დამეწერა და მიმეკრა, რომ მოვიდა პატრონი და არა უშავს სანამ ნაცხრებს ავარჩიოთო და სანამ აი ამ ნაცხრები. გოგო ამას ფერი გადაუვიდა დღეს წყალში ვიხმარე. თემუს კალიცოს, ანუ ვეცხლისფერი იყო და რაღაცა ოქროსფერი მიიღო. არა უშავს. და მე მგონი ეგ ვიბანავე ამით.
ნუ მოკლედ. სად ვიყავი ნინოს ვამბობდი? ვერავი. სად ვიყავი და დედა დამავიწყდა, იმიტომ რაღაცას რო ვლაპარაკობ, არავინ არ უნდა ჩამომეკვეხოს. ხო, მივაკარი და სანამ ნამსხვრებს ავარჩევო და ბზად იყო რა. თავის დროზე მოესწრო ყველაფერი, რა თქმა უნდა. წაიღეს ტორტები, ყველა და ბოლოში იქნება თქვენც ნახავთ ჩავსვავი პატარა ვიდეო კოლაჟი გავაკეთე, რომელიც Facebook-ზე დავდე. ჩავსავ აუცილებლად, ბარბარე ფეხში რატო დადიხარ? ეს თითი იცი როგორ იყო აი ვაფლის ფურცლებთან პირველად ვიმუშავე. რითიც პეპლები იყო გაკეთებული, ანუ ეგ პეპლები იჭმევა იდეაში. ხო და კაი გამოვიდა რა, მაგრამ მაგრად ვნერვიულობდი, იმიტომ რომ მართლა ახლა ნათლობის ტორტი იყო, ნათლობის ტორტი და საკმაოდ ისეთი ვიზუალით რა და ყველაზე მაგარი შეფასება იცი რა არის საჭმელი დავისხეთ საჭმელს ჭამბით და დარეკეს ტელეფონზე იქ შეკვეთების ტელეფონის სხვა არის და მაიამ უპასუხა და აი არ ვიცი ძალიან მაგარია მოკლედ ეს ტორტი რო წაიღეს თეთრი ტორტი გემო არ გაგვისინჯი არაფერიო მაგრამ მადლობა მოგვიხადეს რომ ესეთი ანუ რო არ დაგვერეკა არ შეიძლებოდა ვიზუალურად იყო ძალიან მაგარიო და ერთი-ერთიო ხო და ეს არის იცი როგორი აი გამოცდაზე რო დგახარ რა ბილეთს რო აიღებ რო ჩააბარებ და მე რო შეფასებას ელოდები აი და რო გეტყვიან всё გადი 10-იანიო აი ეგ მომენტი იყო და ამოვისუდგე წეღად რა მეთი კაი ძალიან საყვარლები გამოვიდა რა მაგრამ ერთი არის რომ შენ მოგწონს და ერთია რომ იმას მოეწონება ვინც წაიღებს რა თქმა უნდა ისე იყო რომ დღეს მე ცოტა ისე მორჩი რომ 7 საათზე წამოვედი თან ისედაც 7 საათზე უნდა წამოსულიყავი იმიტომ რომ დღეს ყველანი გადიოდნენ და ნინო მარტო რჩებოდა და როგორც კი მოვედი და ლაშაც გავიდა ანუ შევცვალეთ ერთმანეთი რა რომ ნინო მარტო არა ყოფილიყო ხო და ერთ სიტყვით ასე ხვალ არ მუშაობ ხვალ სახში ვარ მეორე კიდე ის რომ ლაშამ სკოლიდან ამოიარა და დღეს მოაქვთო დღეს დამირეკეს რომ საძინებელიო გამზადებულია უკვე და დღეს მოაქვთო ხო და რა სიზავ შენაო და მეთქი შანსი არ არის მე ვერ ანუ გან არ შეიძლება რომ ანუ რაღაცა რომ ჭირდებოდეს ნინოს ვეთქვი შემიძლია გამოვიდე რამდენიმე ხანი და ისე მივტრიალე მაგრამ ფიზიკურად ვერ გამოვიდოდი იმიტომ რომ ტორტების აწყობის აი ესე მორთვის არა გაფორმების ის იყო რომ უკვე ანუ რიგის მიხედვით მიქონდათ რა ტორტები და შანსი იყო ვერ წამოხვიდოდი იმიტომ რომ წაღების დრო იყო და მე მივდივარ რომ რაღაცა თქვა ხო ხატის თუ სახლის კურთხევაზე უნდა წასულიყვნენ მამაო და ლაშა და მეთქი კაი სიტყვა ჯერ ვერ გამოვალ მე და მეორეც მეთქი რომ მოვასწრო მეთქი და გამოვიდე მინდა მეთქი რომ შენ იყო რა მაგათ იციან რომ 4 შაბათს ველოდებით ანუ 4 შაბათი მიუთითეთ იმიტომ რომ 4 შაბათს ლაშა სახში იქნება და ელემენტარული მეთქი აწყობის დროს ეხა მერც რომც ვნახო სიტყვაზე რომ კარები უკვე მააყენია ანუ ვერ მივალ იმ კაცთან და ვერ ვიტყვი რომ ეს გაასწო ისე ვამბობ რა თუმცა ეხა ვიცით საიდან მოვიტანეთ და შეგვიძლია ჩავიდეთ და პრეტენზია წაუყენოთ თუ რამეა ხო და ესა მეთქი იქ უნდა ლაშამიცის ის სადრა ეჭირება რაღაცა და თავზე რო დაადგება შეიძლება სხვაც მოიტანონ და მეორე საძინებელი მოგვიდგა ყოველთვის ხო და შენ უნდა იყო მეთქი რა რომ ელემენტარულ რომ ხედავდე რომ ცუდად არის გაკეთე ვერ ვეტყვი მე რა და ეგ თემაა თქო და მოკლედ სავარაუდოდ უარი უთხრა ლაშა მოტანაზე და ხვალე მოიტანე ხვალ სახში ვარ დილით ვიქალებ და ოთახს ერთი ის რომ კარგად რო დავა უბორკი ხო იცი იმის მერე ლაითად რომ მივკრავ ხელს ძვირფასად გამოიყურება მასე ვიზავ გამოწმე და კიდე ერთხელ გავასუფთავებ საძინებელს და დაველოდები აწყობას. ხო, ბიცოლა ჩემო მომწერა კიდე და ხო იცით ბიცოლა ჩემის აზრს როგორ ვითვალისწინებ და ჯერმანამდე თქვენც დამიწერეთ კომენტარებში რომ ის საძინებელი რომელიც ნახეთ ვიდეოშიო რაც მოგვეწონაო და ვიდეოში ჩანდა გაგვიხარდაო რომ ეგ აირჩიეო და კაი ფერიაო და კაიაო.
ხო და მიხარია რომ მივიღე გადაწყვეტილება და ფერზე თვალები არ დავხუჭე იმის გამო რომ ერთი კარებით დიდი იყო და მეტი სათავსო ჰქონდა და ისევ წამოვიღე თეთრი, იმიტომ რომ როგორც ვიცურად შემა მითხრა, უეჭველი ვინანებდი, აი უეჭველი ინანებო რა, ინანებდი შე რომ ეგ აგერჩიაო და მეთქი ღმერთო მადლობა რომ იმ წუთას ერთი აი ეს იმან არ მომხიბლა რომ მეტი სათავსო იყო რა და ჯანდაბას წამოვიღე, ძალიან გამიხარდა რა. გამიხარდა. ხო და ეგრე ერთი სიტყვი და ორი გაგებით. ასეთი დღე იყო, ხვალე ვარ სახლში და ხვალე სკოლაში რო გავუშვებ ბავშვებს. ყავაზე ვიჯუგჯუგოთ. ხო? იმედია კაი ამინდი იქნება. გარეთ მინდა რომ დავიჯდე, სანამ ზამთარი მოვა და სანამ სულ ოთახში ვიტრიალებთ, წინ და უკან და რაღაცა გადავიღოთ ხოლმე გარეთ სანამ შეგვეძლება რომ რა ქვია გავუძლოთ სიცივეს გარეთ და ვლოგი ჩავწეროთ ხოლმე გარეთ. ეხლა ვნახო ამინდი. ხვალისა ვნახოთ, დღეს იყო 14 გრადუსი. 4-ია ხო? არა, 4-ია. კი, 4-ია. ხვალია 15 გრადუსი. ნუ დიდად არაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოტახანი შეიძლება ყავაზე დავსხდეთ. ნუ ხალათით მაინც. მერია 17, 18, 19, 20, უი რა კარგია. აი მე 13 ნოემბერს 13-ია, ხალხნუ 14-ში 6-ია, 15-ში 6-ია. 19 ნოემბერი ღამე -2. -3. ზამთარი როდის გადაივლის? ზამთარი როდის გადაივლის? მოკლედ დიდხანს აღარ მოგაწყენთ ეხლა. თმას შევიშრობ რომ მანამდე ის გამოირთვება სარეცხის მანქანა და გავფენ სარეცხს. 1 საათი მაინც იქნება ალბათ დარჩენილი. არა მგონი. ნუ კაი, გრუბად ვთქვათ 1 საათი, 11 საათი რო გავფინო, დავწვე დავიძინო, მაგარი იქნება. კაი იქნება. ხო, ვიდეოს ბოლოს დაგიტოვებთ იმ ვიდეოს, რაც Facebook-ზე დავდე. სხვანაირად მინდოდა გადამეღო, ფიზიკურად ვერ იცი როგორ იყო სელფის ჯოხი დამჩა სახლში. რომ სელფის ჯოხით სიმაღლეს მივცემდი და ზემოთ ხედით გადავიღებდი, როგორ და რას ვაკეთებდი. ანუ დაბლა მიდევ ტელეფონი რა და ასე თუ ისე კარგად არ ჩანს, მაგრამ შემდეგში სელფის ჯოხს თან წავიყოლებ ხოლმე და მე მგონი დროა რომ ცოტა კაი შტატივი ვიყიდო ნორმალური ცოტა რომ გამიქაჩოს. ხო და რამდენადაც შევძელი გადაღება იმ ვიდეოს დაგიტოვებთ. აბა ჰე, დროებით ხვალამდე მომავალ ვიდეომდე კარგად იყავით. შენთან დაიბუდა შენ სალერაში დავიღალები ქუჩები გაგსავს მუდამ სიმღერით დაყვავილები ხელო გაშლილი ლაღა დამოწონე მასვინძერი ადვილია შენი ნახვა დავიწყება ისნელი ადვილია შენი ნახვა დავიწყება ისნელი გადახედე მთებს აზიდუს გოლიათება დანაღველი ღრუბელივით გაიფანტება სიაგვიხმობს ხანაც ხელას თითქოს ხარი საყვარელი სამშობლო დედის ხმარი მაცენა იდგა დალელიანმა შემოზახარაკმა რაგვიანმა საქართველოს თაველო მიწის ყველა
სიყვარულს მაშინ მიწა თუ მოყვას ის სიყვარული